ბიჭებო, იცით აქ რატომ შეგკრივეთ? ლეილა, საიდან უნდა იცოდნენ? ბიჭებო, გირჩევთ, რომ დასხდეთ. იმიტომ რომ მამამის გაგების შემდეგ დავარდეთ. გოგოებო, პირდაპირ გითხარით რა გინდათ, დაკავებულები ვართ. გოგოები გველოდებიან. გოგოები დაიცდიან. აქ იმისთვის შეგკრივეთ, რომ თვალები აგიხილოთ. ხო, განსაკუთრებით შენ, მარკუს. რავი, დიანას წინააღმდეგი რა გაქვს? დიანას არ შეეხოთ, იცოდეთ. არა. დიანას წინააღმდეგო არაფერი გვაქვს. უბრალოდ ბოლოს როცა დიანას აკოცე. სმაილი იყო. ვირთხებო რა სმაილი? გონი ცუდი წარმოსახვის უნარი გაქვს. მარკუს ვირთხები დაგვრცინიან. ხო, უცნაურად ჟღერს, მაგრამ სხეულები გაცვალეს. ხო, მარკუს, როცა შენ დიანას ჩაეხუტე, სინამდვილეში სმაილს ეხუტებოდი. და დიანა სმაილის სხეულშია. ვირთხებო, სასაცილო არ არის, ჩვენთან ყოფნა ხო არ მოგინდათ? იცოდეთ, ჩვენ მარტოები არ ვართ. ხო, ლამაზი შეყვარებულები გვყავს. რა, საკუთარი თავი ვინ გგონიათ, ვერ გავიგე. ხო, ჩვენს გემოვნებაში თქვენ არ ჯდებით. მარკუს, შეგიძლია გააგზელო დიანას კოცნა, მაგრამ სინამდვილეში სმაილია. წარმატებები, ბიჭებო. ღმერთო, რა ისტერიულები და ხმაურიანები არიან. ბიჭებო, ვერაფერი გავიგე, რას გვეუბნებოდნენ. გონი დაესიზმროთ, რომ დიანამ და სმაილმა სხეულები გაცვალეს. ბიჭებო, ამ ვირთხებს ყურადღება არ მიაქციოთ. უხეშები არიან. ჯიჯი, ამ ბიჭებს ნუ ელაპარაკები. უბრალოდ ვაფრთხილებ. ეს უკვე დიდი ხანია, ვიცით. მადლობა, ჯიჯი. არაფრის, ბიჭებო. ჯიჯი, ეს რა იყო? მათ ხوارე ფლირტავები. არა, პატრიკ, რჩევას ვაძლევ უბრალოდ. ჯანდაბა, სად არის? ბავშვებო, იქნებ ეს ვირთხები სიმართლეს ამბობენ და დიანამ და სმაილმა სხეულები გაცვალეს. ძალიან უცნაურია. ძლივს ვიპოვე, ჩემი ბიჭა. ჯული, დიანა და სმაილის სხეულებს ერთმანეთში ვერ გაცვლიდნენ. ეს შეუძლებელია. ბროვასტი, წარმოიდგინე, მე და შენ გავცვლით სხეულებს, მაგარი იქნება. აქ მაგარს არაფერს ხედავ. ბროვასტი, მაგარი იქნება, სულ მინდოდა რომ ბიჭი ყოფილიყავი. ჯული, რაზე ლაპარაკობ? არასდროს არ მდომებია, რომ გოგო ყოფილიყავი. ჯიჯი, კიდევ ერთხელ ასე მოიქცევი და იცოდე დავშორდებით. პატრიკ, იეჭვიანე ჩემზე. მეგობრებო, ახლა ჩვენ თვალწინ ნამდვილი მაგია მოხდება. ხო, დიანა, მზად ვარ, რომ ჩემი სხეული დავიბრუნო. დამიჯერე სმაილ, შენთან ურთიერთობას მარტო იმიტომ ვაგრძელებ, რომ ჩემი სხეული დავიბრუნო. მიდი, ჩქარა. ცოტა ხანი დარჩა 5 საათამდე. მეგობრებო, მგონი ეს მარტო უნდა გააკეთონ ჩვენ გარეშე. ხო, მეგობრებო, ჯობია წავიდეთ. მეგობრებო, მარკუსი მოვიდა სკოლაში. დიანა, შენ გეძებს. მისმინე მასკოტ, ახლა კარგი დრო არ არის. დიანა და სმაილ, იჩქარეთ, 2 წუთი დარჩა, მალე. აბა, დიანა, ჩემთან ერთად იქნები? ჯანდაბა, მარკუსი არისა. დიანა! დაბრუნდა და ახლა ძალიან ცუდად გამოიყურები. გოგოებო, როგორ უნდა აბუხსნა, რომ რამდენჯერაც ასე მოიქცევა და რაღაცისაზე ყურადღება გაეფანტება, სხეულებს ვეღარ დავუბრუნდებით. დრო, ხალხო, 7, 6, 5. დიანა, მალე. მიდით დაიწყეთ ერთად ყოფნა. დიანა, ჩქარა, რამდენიმე წამი დარჩა. არ შემიძლია, ახლავე მარკუსი უნდა ვნახო და ყველაფერი მოუყვე. 5 საათი. გილოცავთ, ისევ დააგვიანეთ. კარგი რა დიანა, რაში გჭირდება მარკუსი თუ შენ სხეულს ვერ დაიბრუნებ? ხო დიანა, ყველაფერი გააფუჭე. ჯანდაბა, მასთან ერთად რანაირად უნდა ვიყო? მოიცადე, არა უშო, სხვანაირად დღეს ხო დაგვრჩა. მანამდე მარკუსს დაველაპარაკები. თან შენთან ერთად თუ უნდა ვიყო, მაინც ხომ მომიწევს მარკუსთან დაშორება. და სხვა გამოსავალი არის, შენ მარკუსთან ერთად ხარ, მაგრამ ჩემ სხეულში. ხო და მე და შენ უნდა ვიყოთ ერთად, რომ სხეულები დავიბრუნოთ. კარგი, მარტო დაგტოვებთ, ისაუბრეთ. რამე გადაწყვიტეთ. სხვა გამოსავალი არ გაქვთ, ჩემი აზრით ერთმანეთისთვის ხართ შექმნილები. სმაილ, ბოდიში. არ გაპატიებ. ეგრე ხო? საშინელებაა. ხო, საშინელებაა. შოკში ვართ. ხომ არ მოსწონს ბიჭად ყოფნა? რომეო, სად მიდიხარ? თქვენი საქმე არ არის. იცი რა სმაილ, არ არის სამართლიანი, იმიტომ რომ ადრე განსხვავებული იყავი, უფრო მამაცი. იცი რა დიანა, მეც მიყვარდი, იმიტომ რომ ასეთი წუწუნო ბავშვი არ იყავი. დიანა, გამარჯობა. კიდევ ერთი ფანი მოგივიდა დიანა. რომეო, არასდროს დროს მოხვედი. რა, უბრალოდ მინდოდა დიანასთვის რაღაც მეჩუქებინა. დიანა, ეს ბიჭები რომ დაგსდევენ, საერთოდ არ არის მაგის ყურება სახალისო. გშურს ხო? აშკარად გშურს. არა, უბრალოდ ჩემი სხეული მინდა. კარგი, უბრალოდ მოიცადე, მარკუს ვიპოვე, საერთოდ ყველაფერს აუხსნი, რომ არ დაიტანჯოს. მე სხეულებს შევცვლით და ყველაფერი კარგად იქნება. ვნახავთ, იმედი მაქვს. ხო, მეც იმედი მაქვს. საინტერესოა დიანა, ერთად როგორ უნდა ვიყოთ ისევ? რამენაირად? აი, მიდი. პიცა, მიდი, თვალყური ადევნე. კარგი.
მეგობრებო, უბრალოდ არ უნდა თქვათ, რომ თქვენი ვალი მქონდა. აი ეს არ ინერვიულო, ვერავინ ვერ გაიგებს. აი ეს ძალიან კეთილი ხარ, დაპატიჟებული ხარ ფართიზე. ხო, ოღონდ ცოტა ჩქარა, ვიღაც მოდის კიბებზე ხმა მესმის. აბა, კარგი. რა აბა, ყველაფერი მოგეცი. ჩვენი პასტა სად არის? მეგობრებო, პასტა აღარ მაქვს. მეგობრებო, უნდა მოვიფიქროთ ამათ სად დავმალოთ, რომ ვერავინ ვერ დაინახოს. მოშა, აი ეს რო რამე მოდი. ბავშვებო, ჩქარა რომეო მოდის, გამარჯობა რომეო. რა გინდა დაჯექი? მეგობრებო, მალე უნდა დამალოთ, თორე რომეო მასწავლებელმა იქ სიტყვის. რომეო, გამარჯობა. ასე რატომ მოიწყინე? გამარჯობა რომეო, საერთოდ არ მადარდებს, რომ ისევ ჩემნაირად გაცვია. გაიღიმე რომეო. რომეო, რას მიირთმე ორმაგი ბეკონის პიცას და ცხელ შოკოლადს? წვანე ჩაი გამიკეთეთ, უნდა დავწყნარდე. რა მოხდა? უბრალოდ მინდოდა დიანასთვის რაღაც მეჩვქებინა და ისეთი რამ დავინახე. რა დაინახე? პიცა დავინახე, რომ დიანა სმაილის ხმით ლაპარაკობს. ხო, არა უშავს, ახლა ჩაისდალევ და დაწყნარდები. აი ეს იქ რაღაც მოხდა. რომეოს გვერდზე არიან პარკით. რომეომ ვერ შეამჩნია. არა, ყურადღება გადავატანინე. მივდივართ. ბაყაყები მაგრები არიან, ბაყაყები საუკეთესოები არიან. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. გოგოებო, კოჭი გადამიბრუნდა, შეიძლება დავჯდე. ძალიან მტკივა. აუ, ძალიან მტკივა. ჟენია, ძალიან დამღალე. გავიგე რომ გტკივა, მაგრამ შენი ბრალია. და რა ხომ არ გვატყვევ, რომ არი ვარჯიშო. ბლონდი, მოდი რაღაც შევუკვეთოთ. ვარჯიშის შემდეგ. ბაყაყები მაგრები არიან, ბაყაყები საუკეთესოები არიან. აუცილებლად გავიმარჯვებენ. აი, ეს ვერ წავიღებ, ბაყაყები ხელთმიშლიან. კომბეშვებო, დასხედით, აქ სავარჯიშო დარბაზი არ არის, კაფეა. ბაყაყები მაგრები არიან, ბაყაყები საუკეთესოები არიან. ჩვენ ყველგან ვარჯიშობთ, კაფეშიც და სპორტ დარბაზშიც. რომეო, შენი ჩაი? მადლობა, პიცა, წარმოდგენა არ გაქვს როგორ ვარ. დიანა კაცის ხმით ლაპარაკობს. გასაგებია, რომეო, ყველაფერი კარგად იქნება. ჟენი, აქ რატომ ზიხარ? მაგიდასთან დაჯექი. მოგიტან რასაც გინდა. რატომ დავჯდე იქ? რომ ერთი კიდევ წყალი დავლიო? ჟენია, ადექ იმათედან. ხო, დათუნიას აზიხარ და აქ სილამაზისთვის არის, შენთვის კი არა. ხო, დამოვიწყდა თქვენთვის მეკითხა სად დავჯდარიყავი, სადაც მინდა იქ დავჯდები. ბიჭებო, რა გავაკეთოთ? რა, მოიცადეთ, ჯერ ყველა წავიდეს კაფედან. ბაყაყები მაგრები არიან, ბაყაყები საუკეთესოები არიან, ისინი აუცილებლად გამარჯვებენ. ჭამოთ? ხო, წყალი გაზის გარეშე. გავიგე, ყველა ბაყაყისთვის წყალი. გოგოებო, დიანა სად არის? მარკუს, დაწყნარდი თუ შეიძლება. მარკუს, გითხარით რომ არ ვიცით სად არის დიანა. ხო, წადი და მოძებნე, არ ვიცით ჩვენ. არა, თქვენი არ მჯერა. კალათბურთელებს უნდა ვკითხოთ. ბიჭებო, ჩვენ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ. დღეს დიანა საერთოდ არ გვინახავს. ხო, დღეს თვალიც არ მომიკრავს დიანასთვის არსად. არ მჯერა თქვენ. აი მოდიან, მარკუს შეხედებისთან ერთადაა. გამარჯობა, ეს რა შეკრება? ვაიმე, ახლა რა მოხდება? აბა, რომელი თქვენგანია აქედან დიანა? მე რომელს ვაგოცე? მე მარკუს. დიანა, ძალიან უცნაურად იქცევი. სასაცილო რა არის? დიანა მორჩა, ჯობია მარკუს სიმართლე უთხრა და ერთხელაც ამუდამოდ ყველაფერი მორჩეს. ხო, დიანა, მიდი. კარგი დიანა, ველოდები სიმართლეს. მიდი დიანა, უთხარი. კარგი მარკუს, ეს სმაილია, ეს კიდე მე, დიანა, სასიამოვნოა. ნუ იცინით, აქ რა ხდება, რაც ირგი მომიწყოთ. გაიცანით. მოკლედ მარკუს, მე და სმაილმა სხეულები გავცვალეთ. მე ახლა დიანა ვარ, უბრალოდ სმაილის სხეულში, ბოდიში. გითხარი რომ არ გეკოცნა ჩემთვის, მაგრამ არ მომისმინე. ესე იგი შენ სმაილი ხარ და შენ გაკოცე. ხო, მე ვარ სმაილი დიანას სხეულში. ჭანდაბა. მოკლედ მარკუს, ეს ახალი ამბავი არ არის და კიდევ ერთი რაღაც უნდა გითხრა. მოკლედ მე და შენ უნდა დავშორდეთ, იმიტომ რომ ახლა სმაილთან ერთად უნდა ვიყო, რომ ჩვენი საკუთარი სხეულები დავიბრუნოთ. სამწუხაროდ ერთადერთი გზაა. ხო, თქვა ძლივს. რა, მეხუმრებით ხო? რა დაშორებაა საჭირო? მატყუებთ. ხო, ორივე ერთად მატყუებთ. მიდი აუხსენი. არა, ეს სიმართლეა. მოსწავლეებო, რატო დგახართ ტელეფონში და რატო ყვირით? მასწავლებელმა იქ ყველაფერი კარგად არის. უბრალოდ დიანამ და სმაილმა ჩვენ რაღაც გითხრეს. დიანა და ეს ვიღაც მატყუებენ. მეგობრებო, თქვენი სასიყვარულო დრამები სკოლის გარეთ გაარჩიეთ. ახლა კი გაკვეთილი გვაქვს და ისე დიანა, შენც უნდა შემოხვიდე. მე დიანა არ ვარ, სმაილი ვარ. მასწავლებელმა იქ მე ვარ დიანა, აბა კარგად გაკვეთილი მაქვს. მეგობრებო, მეხუმრებით, რაზე ლაპარაკობთ? სმაილ, გამოდი და შენ კლასში შედი. მასწავლებელმა იქ შეიძლება რაღაც თქვა, ხო, უნდა ვთქვათ რაღაც. არ იტყუებია. ჩვენც არ უჯეროდა მათი, მაგრამ სხეულები მართლა შეცვალეს. შემიძლია დავადასტურო მასწავლებელმა იქ და სხეულები რომ დაიბრუნონ ერთად უნდა იყვნენ და ახლა ამის შესახებ მარკუს უთხრეს. მორჩა ბიჭებო, ამის მერე მე არავისთან ერთად აღარ ვიქნები. მართლა? ხო, და თქვენც იგივეს გირჩევთ, წავიდეთ. მოიცადე ჩვენ? თქვენ არაფერი გეშველებოთ. აქ რა ხდება? რამე მაგიასთან გვაქვს საქმე? მარკუს. მორჩა, შენი მარკუსი წავიდა, მიდი ახლა გაკვეთილი გაქვს.
Smile მაგარია. ხო, შენ გამო ბიჭებმა მიგვატოვეს. მე რა შუაში ვარ? გოგოებო, მორჩა გაკვეთილზე შემოდით. გოგოებო, ჩვენ აქ ვართ. დაწმარდით, გონი აქ ნამდვილი პრობლემა გვაქვს. მორჩა, კოშმარია, რანაირი ჟურნალისტი მე ვარ, ჩემი არავის ჯერა, არავინ დამიჯერა. ლეილა, დაწყნარდი, უბრალოდ ცუდი გამოცდილება იყო, დამთავრდა. როგორ წუხვარ ამ ვირთხების გამო? ბავშვებო, მართალია რომ დიანამ და სმაილმა სხეულები გაცვალეს. ან ტყუილი, ლუზერებო, სკოლის ჟურნალისტი აღარ ყავთ. არა, ამას ემოციურობის გამო ამბობს. ლეილა, დაწყნარდი. ლეილა, შენ საუკეთესო ჟურნალისტი ხარ. ხო, შენი სტატიის გვჭირდა. ლეილა, შენი სტატიები მაგარია, განსაკუთრებით სხეულების გაცვლაზე. ლეილა, ეს გაიგე, შენი სტატიები მაგარია, ლუზერებსაც კი მოსწონთ. ლუზერებო, მართლა ფიქრობთ, რომ კარგი სტატია იყო? მაგარია, მადლობა, მატყუარებო, არც კი გამოსულა ჯერ ეგ სტატია. არ გამოსულა და რანაირად წაიკითხეთ. ლეილა, არ გამოსულა. არ გამოსულა. კარგი, ნახვამდის ვირთხებო. კაფეში მივდივართ. დამთავრდა იანა, ჩემი კარიერის დასასრულია. ლეილა, დამშვიდდი, უბრალოდ დასაწყისია. დასასრულის დასაწყისი? ხო, იანა, დასასრულის დასაწყისია. ლეილა. აი, ეს მარწყვის მოხიტო გვინდა და რამე გემრიელი. წყვილი შერიგდა. მეგობრებო, გილოცავ, აი ეს პიცა ახალი წვალი ყავს. დიანა და სმაილი ისევ ერთად არიან. მოხიტო სად არის, მალე მოიტანით. ხო, ეს ძალიან გვიხარია და ძალიან გვაინტერესებს. და სმაილის ხმას რა სჭირს? დაივიწყე. ნეტავ, ერთად იქნებით სამუდამოდ თუ ისევ დაშორდებით. ჯერ მის აქციას დავუკვირდები. რა? იმიტომ გავაგზავნეთ ურთიერთობა, რომ სხეულები დავიბრუნოთ, მეტი არაფრის იმედი გქონდეს. ხო, ძალიან მეშინია. მე მარკუსი მყავს. ხო, რომელიც ჩვენს შეყვარებულებთან ერთად გაიქცა. მომისმინე პიცა, მოგვიტანე მოჰიტოები უფრო ჩხარა, მინდა რომ აღნიშნო, ხვალ ჩემს სხეულში გაღვიძება მინდა. და მე ჩემს სხეულში, აბა მეგობრებო, ხო გნახავთ. ბავშვებო, აბა იცით რაც უნდა ქნათ, დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააჭირეთ ზარს. იმედი მაქვს ხვალ ჩემს სხეულში გავიღვიძებ და ჩემს სხეულში ვიქნები. წარმატებები. სმაილ, დაბრუნდი. ჩვენ შენ გვერდით ვართ.